კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა მეგობრებო, ყველას გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და რაც თავი ღმერთი იყოს ჩვენთან. ეხლა ისე თემაზე უნდა შევეხო, თუმცა ერთი კვირაც გავიდა და ვიფიქრე ძალიან მობილიზება უნდა გავაკეთო ამ თემაზე ვილაპარაკო. მივხვდით ალბათ ერთი კვირა რო გავიდა, ჩვენ როგორ ვამბობთ ხოლმე, ყოველ ერთ კვირაში ერთხელ საქართველოში მიმდინარე პრობლემებზე ვილაპარაკოთ. მით უმეტეს ახლა აგერ საშუალება მომეცა, ძალიან ცუდი ამიდია და ველოდები რა სანამ გათენდება და კაკრას უბრალოდ ბოდიშით ეს რუსული სიტყვა გამოვუშვი ვარიანტი და მაინც ნელია რა ის მანქანას უატარებ ზოგჯერ გონება გაგექცევა ან სიტყვათა ფონეტიკურ და სინტაქსიურ შეცდომებს უშვებ ხოლმე და ეგრე ხო ხედავ ეგრე რუსული სიტყვა წამოვსდა და აქედან გამომდინარე ხდება ხოლმე ასე. მაგრამ თავარია ჩვენი სათქმელი თქვათ და ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. ეხლა ზეგანავს თქვი რომ პოლიტიკაზე მინდა საუბარი და პოლიტიკაც არ არის ფაქტურად როდესაც შენ სამშობლოზე მიდი საუბარი და ეს ისეთი თემა რომ ყველას გვეხება და გინდა არ გინდა ზრუნავ ამაზე. და ისევ ამ ბედკრულ ამ უბედურ არაბულ ინვესტიციაზე მინდა ვისაუბრო, იქიდან გამომდინარე რომ მთელი საქართველოს ფეხზე დგას, მიდის 1000 ბჭობა და მთელი ამბები და გადადიან ძალიან ზედმეტ როგორ გითხრათ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, აქედან გამომდინარე ზოგი მართალია, ზოგი არ არის მართალი და მე ჩემო მეგობრებო ჩვენ რაღაც უკვე რამდენი ვართ ხო? ჩვენ ყოველთვის ჩვენ ვიდეოში ვინ ჩვენ ამდენებს ამ ჩვენ ვიდეოებს ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ და დევიზი გვაქვს ხო? სიმშვიდე და შენი და მოიპოვე სული შენი და ხშირად ვამბობ ხოლმე ჟარგონად თავარია არავარდეთ. ადამიანი რო ვარდება, კი ის მართალია, არ არის მართალი, ემოციას აყვება, იმას აყვება, მე მოსდი ძალიან ბევრი შეცდომები. და ხო იცით როგორ არის? კი შეიძლება გაამართლო, შეიძლება ახსნა, მაგრამ ენა სიტყვა რო გამოდის, ის ყოველთვის გამახსოვდება. წარმოიდგინეთ, თეთრი კედელია და კედელში აი დააკვირდით, ყოველთვის ამჩნევთ იმ შავ წერტილს. თვლიან მთელი კედელი თეთრია, მაგრამ იმ შავ წერტილს ამჩნევთ და ასეა ეს სიტყვას, რომელსაც უნდა ჩვენ მაგრა გაუფრთხილდეთ და კი შეიძლება შინაგანად გაბრაზდე, გაღიზიანდე, მართალი იყო 100%-იანი, მაგრამ ის ცუდი დარჩება და რაც არ უნდა კარგი გააკეთო სამწუხაროდ ადამიანსაც და საერთოდ ყველა გინდა სახელმწიფოებრივი მიმართულებით, გინდა მეგობრული მიმართულებით, გინდა ადამიანური მიმართულებით, აი ყველაფერი იდეალური მაინც არ იქნება. ასეა სამყარო, ასეა შექმნილი, იდეალურია მხოლოდ ღმერთი, უფალი და ეს იდეალი და ეს უფალი ჩვენ გზას გვასწავლის როგორ უნდა გავაკეთოთ და რა გავაკეთოთ და სიტყვა პასუხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც ამ ისე და ისე მეორდები, როცა შავი წერტილი გამოჩნდება, იმ შავ წერტილს ისე ამოგიტრიალებენ, რომ მთელი ცხოვრება გაყვება ესა და სასურველია, რომ ეს არ მოხდეს. ამ დროს ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? აგერ უფალი ყავს, უფალი და ის გვეუბნება რა უნდა გავაკეთოთ და ადამიანები სუსტები ვართ სამწუხაროდ და ამას ბოლომდე ვერ ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, იდეალური ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ეს შეცდომები არ დაუშვათ. და ჩვენი არხი და მეგობრებო თქვენი სახით ჩვენ ახლა ბევრ თემებზე საუბრობთ, 1000 რაღაცას მოვედებით, კაი გაგებით და მე თქვენთან ერთად ყოველთვის თუ მეც რამე შეცდომა მომივიდა, იმედია ბიციტყვობას არ დავიწყებ, ჩვენ ასე ტექნიკურად ვამბობთ ხოლმე რომ ყველანაირ ას ვიღებთ, ყველანაირ მიმართულებას ვიღებთ, მაგრამ ბიციტყვობას და გინებას და იმას ბლოკავთ. ასე გადავწყვეტეთ ეს ტექნიკურად, თორე ეხლა შენ ვერ გააჩერებ, რომ ამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრი არის და მით უმეტეს ნებისმიერ თემაზე და განსაკუთრებით ეხლა ჩვენ ქართველები როგორები ვართ, ხო ეხლა ყველა ამტკიცებს თავისას, ყველა არის მაგარი და ძალიან წკინთ ხოლმე რომ აი ხლა რაღაც არაბულ თემაზე ხო სხვადასხვა აზრია ის ადამიანი ასე ფიქრობს მე ასე ვფიქრობ ისე ვფიქრობ მაგრამ
როევნები მოღალატე, გონება ჩლუნგო, ურა პატრიოტო და ერთმანეთის ისმიდის და აბა ვინა, აბა მეგამატარე და ფაქტურად სასაცილოდ გამოდის და სამწუხაროდ იცით რაც დავაკვირდი. ეხლა შეიძლება ახალგაზრდა ადამიანს ან გამოუსtildeლ ადამიანს ეს შეცდომა მოუვიდეს და იწევს ეს გაუნათლებელია ახალგაზრდად, მაგრამ დააკვირდით უკვე მაგას არა აქვს ნიშნობა. აი მე მაგათ ჩემ პირად ამბავს ვიტყვი და ალბათ მეტყვით ეს რაშუაშია. აი ადრე ახალგაზრდა რო ვიყავი სიტყვაზე 19-20 წლის, ელა ასაკოვანი ადამიანი რო შევხვდებდი ადამიანს, თქვა ეხლა 60-70 წელს გადაცილებულ ადამიანს რო დავინახავდი, უფრო სწორედ მოხუცებს რო დავინახავდი, ყველა მეგონა ჭკვიანი და ბრძენი. მაგრამ გავიდა დრო და მივხვდი რომ თრად მასეც არ ყოფილა. თურმე მოხუცი ადამიანი ფიზიკურად არის ისეთი ძლიერი არ არის როგორც ახალგაზრდობაში და ეს კი გასაგებია, მაგრამ თუმე გონებრივადაც ვერ ვითარდება და ცოტა ეს რო აღმოაჩინე, ცოტა დისკომფორტი ვიგზენი რა. მან მე უკვე ცხოვრებისეულ გამოცდილება რო გავიარე, მე მივხვდი რომ ადამიანები ცხოვრობიდან გამოცდილი ის რაღაც შეცდომებს, რაღაც ყველა ხო თავის შეცდომებს უშვებს, რაღაცა ცხოვრებისეულ მაგალითებს იღებს და გამოცდილებიდან კარგი, როგორ გითხრათ, დასკვნა არ გამოუტანიათ. ისე მოხუცებზე ვიძახი, აი მაგალითად არის ადამიანი, თქვა 65-70 წლის ადამიანი და მე მინახია 70 წლის ადამიანი ორივეს აქვს ფიზიკური, სუსტია, აღარ არის ისე ძლიერი, მაგრამ ერთი არის ძალიან ბრძენი, მეორე არის ისევ ისეთი და შეხედავ და ვფიქრობ 70 წლის კაცია, მაგრამ მგონი 20-15 წლის ბავშვის ტვინი აქვს. და მე ვფიქრობ რატო და მე კი რატო ხე მე გეტყვით რატო, იმიტომ რომ სამწუხაროდ ადამიანები ისე გადიან ამ თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, რომ დასკვნა არ გამოაქვთ და შეცდომებსაც უშვებენ. შეცდომები გამოიხატება ისევ ეხლა ჩვენ ძალიან გავრცელებული არის გონება არ უჭრის, განათლება არ აქვს, მაგრამ არა, ეს არის არ აქვს ნაფიქრი და ერთ შეცდომას რო დაუშვებს მეორეს და 1, 2, 3, 4, 5 უშვებს ერთი და იგივე შეცდომას და ერთხელ დაუშვი, ორჯერ დაუშვი შეცდომა, მაშინ ხდები ძენი, როდესაც ამ შეცდომას უკვე აღარ გაიმეორებ, იმიტომ რომ ცუდად ხდება, დისკომფორტში ხარ, წვიპიში ხდება და მთელი ამბები და ამას ყველაფერს ამ ასე თქვა დაუხვეწელობას სიტყვით გამოხატავს და აი სიტყვა როგორც კი ამოვარდება ცუდი სიტყვა და ამ სიტყვაზე უკვე შეიძლება დაატრიალო და წეღანაც რომ ამბობდი შავი წერტილი დარჩება ადამიანის ცხოვრებაში და ასეა ეს საერთოდ ეს პროცესი. ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ ყოველთვის გამოსავალზე ვსაუბრობ და გამოსავალი არის უფალი, ღმერთი უფალმა შექმნა ეს სამყარო, ღმერთმა ეს შექმნა და თან გვასწავლის რა უნდა გავაკეთოთ, უბრალოდ ადამიანებს გვავიწყდება და არ მივსდებთ. ან გვეზარება, ან არ გვინდა, ან რაღაცას ვართ აყოლილები და საერთოდ ჯამში გამოგდის დომხალი. და დავიწყოთ ახლა რატო ვილაპარაკე, რომ ჩვენ არხიდან გამომდინარე, აბა როგორ გამოგვივა ჩვენ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე გადავწყვეტი გონის სწორსაც ვამბობთ, მოდი ჩვენ რა თქმა უნდა უფლის გზით ვიაროთ და უფალი რას გვეუბნება, ძალიან მარტივად გვეუბნება და ეს გამოვიყენოთ. ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი და უკვე მერე ადვილია. აგერ არის თეთრი, შავი არის შავი, ცუდი არის ცუდი, კარგი არის ცუდი. იქ უკვე სხვა პროცესები რაც მიდის, ის უკვე სხვა მიმართულებები, სხვა ფიქრებია, მაგრამ ყველაზე კარგი გამოსავალი არის ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი და ვაკონტროლოთ ემოციები. ეხლა უემოციოდ არ გამოდის. მით უმეტეს ეს სამხრეთელი ხალხი ვართ, მაგრამ სამწუხაროდ აი ჭკვიან ადამიანებსაც და აი განათლებული ადამიანებსაც ეს მოდის, იმიტომ რომ ისიც ადამიანია. განათლებული ხარ, ჭკვიანი ხარ, არა ხარ განათლებული და თქვათ შტერი ხარ, ადამიანი ხარ. ფაქტობრივად ყველას ერთი გვაქვს ეს ემოციები და ეს ემოციები უნდა ვაკონტროლოთ და ემოციები თქვათ ფიზიკური და გონებრივად უკვე უფლიდან გამომდინარე.
ძალიან მარტივია, ყველაფერს დავარქვათ თავის სახით. Კაი, დავიწყოთ. ახლა მეგობრებო, მე ერთ პატარა ვიდეოს ჩავრთავ და ჩვენ როგორ გავაკეთოთ, იცი? ახლა მე კატეგორიულ წინააღმდეგი ვარ არაბული ინვესტიციის. აი კატეგორიულ წინააღმდეგი, იმიტომ რომ აი ხა 10 შემთხვევა განვიხილოთ და მე მაგას ყველგან მინუსებს ხედავ. 10 შემთხვევა. ერთადერთი პლუსი ინვესტიცია არის არაბებისთვის. ისინი იგებენ და ჩვენ რას ვიგებთ? რის ხარჯზე? აი ეს უკვე მინდა დავანაწილო და მე ისევ განვახტო. მე პირადა კატეგორია და ალბათ ვინც მე მემხრობა კი არა, მე არავის არ ვეუბნები მომემხარეთ. არამედ დავარყოთ ყველაფერს თავის სახელი და აქედან გამომდინარე მოვიქცეთ ის როგორც საჭიროა. და ისე და ისე მეორდები, რომ აი ემოციების კონტროლი, აი მომავალ თაობას მე ჩვენ შვილიშვილებს რა უნდა უთხრათ? ეს ჩვენი საქციელი ასეთი კარგია? კი, ჩვენ რაც უნდა ავხსნათ, რომ ასე ვფიქრობდი, ისე მე მართალი ვარ ის, მაგრამ ენას უნდა ლაპარაკე და მე ახლა ჩავრთავ ერთ ვიდეოს, ამაზე ცოტა გავკრავ და მე იმ ვიდეოდან გამომდინარე, რისი თქმა მინდა, რომ ჯერ ემოციას ვიძახი, რომ აი ემოციებს ამხელა კონტროლი უნდა და მე უკვე გადავიდეთ ამ ფაქტობრივად საერთო ჯამია რა, რომ აი ამ დისკუსიებში, ამ ლაპარაკში აი ესე დღეში არ ჩავარდეთ, როგორც ახლა ემივე თქვენ ვიდეოს გაჩვენებ და ვიდეოში გულახდიადგეთ, ეს არ არიან ისეთი ხალხია, რომელიც აზროვნებენ, ფიქრობენ, მაგრამ აი ეს ვეღარ აკონტროლებენ თავის ემოციებს და სიტყვებს არ მინდა ახლა მეც არ მინდა ბოდიში ვიხდი თვითონაც ამ ადამიანების მიმართ ახლა ვინც ვიდეოში იქნებიან აბრახუნებენ როგორ იცი და ამ სიტყვებს ახლა სხვა გაგებით, იმ გაგებით აი ესე შემოგიტრიალებ, ისე გაგიფუჭებენ. არის მოდი ჩვენ ისე და სიყვარული, ისე ქრისტიანული ხედვიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვინდა გავიდეთ შედეგზე, აი აქედან გამომდინარე და არავის არ ეგონოს, რომ მე ვინმეს დავცინი, ან ვინმეს დამტკიცება მინდა. უბრალოდ მე მინდა მაგალითით გაჩვენოთ, რომ ჭკვიან ადამიანებსაც, რომელსაც ბევრიც გაუკეთებიათ, განათლებასაც ვერ დაუწუნებ, ანალიზსაც ვერ დაუწუნებ, მაგრამ ხო იცით, ისევ ქრისტიანობა და სატანა ისეთ რაღაცებში გითხრებს, თუნდაც აი ესეთი მომენტებში, რასაც ახლა თქვენ ვიდეოში გაჩვენებ და მე გავაგზავნებ და თავარია ჩვენ არაბულ ინვესტიციაზე ვილაპარაკოთ და რაღაცნაირად აი ჩვენ სტილში საერთოდ გამოვიყვანოთ ეს და მოდი ვნახოთ ჯერ ვიდეო და მე გავაგზავნებ. ინები არიან, საიდან ამოწყვრენ? როგორც სოკოები ამოდიან ხოლმე, ხო იცი იმის შხამა სოკოები რო ამოდიან გზის პირას, აი ესე ამოვიდნენ და იშხამებიან რა. ხო და ჭკვიანად იყავით გირჩევნიათ რა. მე გირჩევთ რომ ჭკვიანად იყავით. სახელმწიფო ინტერესებს ყოველთვის დაიცავს და თუ სახელმწიფო ვერ დაიცავს, ვართ ის ადამიანები, ვინც სახელმწიფო ინტერესებს დავიცავთ. ჩვენ არც ხელისუფლების მომხრე ვართ, მაგრამ ჩვენ ვართ ქართული სახელმწიფოს მომხრე და ვინც გაბედავთ და ქართულ სახელმწიფო ინტერესებს შეებრძოლებით, მიიღებთ იმას, რასაც იმსახურებთ. მე არ გეწყინოთ. რა სიტყვაში? ეწყინოთ ცივი წყალი დავიღოთ ეწყინებთ. არა, უბრალოდ ახლა მართლაც უკვე მართლა ის არის უკვე ის გახდა რა. აღმაშფოთებელი. გამოგვივიდნენ ყოველად პატრიოტები. სააკაშვილის დროს ხმები რო ქონდა ჩაკმენდილი და ხმას არ იღებდნენ. გავანებოთ, კაცო. სააკაშვილის თავი გავანებოთ, რაღაც ავატყოფური მასში არიან, კაცო. და ვერ კი ხვდებიან რაში არიან და თავს უფლებას აძლევენ იმ ადამიანებს, ვინც საერთოდ ამდენი წელი რაღაცა აკეთეს. ისინი მოღალატეებს თავს უფლებას აძლევენ ვიღაცას მოღალატე დაუძახონ და ხა მოღალატე ცოტა მძიმე ის არის, იცით რა არის? მძიმე ნათქვამია და მაგ მძიმე ნათქვამის გულისთვის ძალიან წარეთ დაიჭები ზოგიერთი თაღლითები კიდე რა. ზოგიერთები კი ძალიან წარეთ დაიჭებით და დაიმახსოვროთ ჩემი სიტყვა. და კიდე თავი შეიკავოს ზოგიერთებმა, თორე პასუხის მოთხოვნაც იქნება. ეს რა უბედურება ვინ არიან ესენი? რასაოცრებაა? ვინც არიან ყველა ვიცით რა და მაგათი დროც დადგება, როცა მაგათ პასუხი მოეთხოვებათ ისე როგორც სჭირდებათ რომ მოეთხოვოთ პასუხი. რახან ვერ გებულობენ ნორმალურ ლაპარაკს, მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ რა. და ცოტა გაფრთხილდნენ. აქ გინება დაწერს მოღალატეს და ასე შემდეგ, მე დღეს მოუწოდებ ჩემს YouTube გვერდის ადმინისტრატორებს, რომ ყველა დაიბლოკება აბსოლუტურად. წვდომა რო არ გექნებათ, მე გამწარდით და სადმე იქ. მოღალატეებიც ხართ და ისინიც რა ქვია, რა დავარქვა ამას კიდე რა, გონებას უსტებს ამათ მართლა რა. გონებას უსტი კიდე კაი ვარიანტია.
კი კაი ვარიანტია. დავალებს იმითი რომ გამოდიხართ აქ იმითი რა ქვია თითოს 30 ის რო გაქვთ. ეს ისწავლეს მარტო ამ ტექნოლოგიები. 30 აკაუნტს გაიგებენ. 30 აკაუნტს იგებენ და ის რაღაც იგინებიან და იფუძებენ. რაღაც სისულელეებს წერენ. ჩვენ თუ საღი აზრის მოსმენა გინდათ გვისმინეთ თუ არა და გააქვთ თქვენი არხები და წადით და იმ არხზე რაც გაგიჟდით თუ გინდა ერთმანეთი გააგიჟეთ. ისე იმ არხებს საფინანსებს კი. კი, ყველაფერი გარკვეულია და მალე გამოვლინდება ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ. მადლობა იმისთვის რომ ჩვენთან იყავით დღეს. ნახეთ ხო? ესე იგი ეს ადამიანებზე ღამაძე ვერ იტყვი, ხო? ამხელა გამოცდილება და თვითონაც ამბობთ ამხელა დამსახურება გვაქვს ჩვენ ქვეყნის წინაშე და ასე როგორ ბედავ ჩვენს მიმართ ასე უკვე პატიმოყარეობს ნიშნები. ნუ, კაი, ეს სხვა თემაა. ეხლა შეიძლება აი ჩემი საუბარიც, ეხლა მე პირადად მოდი ამას ვიტყვი, რომ მე მზათა ვარ ნებისმიერ ადამიანს შევხვდე, მაგრამ დაცინვაც აი შეიძლება დამცინონ კიდევაც, ხო იცი როგორ იციან ხო? შენ შოფერი ხარ, ის ატარე, ეს ატარე, ვინ ზაგეხება. მაგრამ ამას ჩვენ უნდა მივიღოთ, ეხლა ჩემი წინა საუბარიც, ხო, ჩვენ უნდა შევიკავოთ თავი და აი ესე დღეში არ ჩავარდეთ. ამას სიყვარულით ვამბობ, განა დაცინვით ვამბობ, ეხლა დამსახურებული ხალხია და მე მათ ეთორ სიტყვას ვიტყვი, პასუხ გავცემ ამათ. რა შეცდომა მოვიდა და მე გავაგრძელოთ ამ არაბიზაციის ფაქტობრივად ამ არაბიზაციის თემას ეხება ეს ყველაფერი. ეს ადამიანები შეეხნენ ამას, იმიტომ მოღალატეებს და იმეებს დაუძახეს და ამაზე გაღიზიანდნენ, მაგრამ აქ მეორე მომენტია, იცით, თვითონაც ახლა ნაკლები არ დააკლეს მოწინააღმდეგეებს და აი ეგ არის მთელი შეცდომა, როდესაც ავარდები და უკვე ვეღარ აკონტროლებ შენ სიტყვებს, ხო? ეხლა მაგალითად რო იყოს რაღაც აი ბოდიში და აი ცოტა ქურდული გარჩევა რო იყოს, აი ამ სიტყვებში რაც ახლა მაგათმა თქვეს, აი ესე დაატრიალებს ამ სიტყვებს იქით გაასწორებ. ახლა შეიძლება მე მისმენენ ეს ადამიანები და მეტყვა მოდი ვიცი ვურჩებ. მე მზათა ვარ ნებისმიერ დროს, თუნდაც მაგიან სტუდიაში ან თუნდაც თვითონ ხო თქვა ეს აი შენ არხებში ილაპარაკე რაც გინდაო, ხო, მაგრამ მე მზათა ვარ ნებისმიერ ადამიანს შევხვდე წყნარად შვიდ პოზიციით ვილაპარაკო და იმენა, რუსულად ვიძახი, იმენა შედეგზე გავიდე და არა შენ მე ასეთი ვარ, შენ ისეთი ხარ და სამწუხაროდ რაც სამწუხაროდ ჩვენ ადამიანებს ჭის, იმიტომ რომ იმის მაგალითად საქმეზე ილაპარაკონ და საქმე დაამტკიცონ, გადადიან ემოციას ითრევს და გადადიან მუხარებზე და უკვე ეს მუხარები და ეს ზედმეტიც გამოდის. ან გამოგივა ეს მუხარა, ან არ გამოგივა. მოდი ერთი ორი სიტყვით შევეხები, ცოტა როგორ გითხრათ განვიხილოთ ეს თემა, გავარჩიოთ და მე უკვე გავარჩიოთ ის ძირითადი თემა, რაც ჩვენ გვაწუხებს ეს არაბული პროექტი. ეხლა იქ ამბობს, აი თავიდან გახსოვთ ხო, ესე იგი, საიდან გამოჩნდა ეს ხალხი სოკოებივით ამოვიდნენ და იშხამებიან. რავი, რატო ეხლა ჩვენ თუ ჩვენი აზრი გვაქვს, რომ ეს არაბული პროექტი არ უნდა განვითარდეს, ჩვენ ვიშხამებით და წამვლავთ ხარს. მაშინ უნდა დამიმტკიცო თუ წამლავ. მერე ასეთი ბრადება არის, რომ თქვენ სად იყავით, ჩვენ რომ ისე როგორ თქვა, სააკაშვილის დროს ვებზოდე, ეს ჩანაწერი მე ეს ახლა მოკნე მომენტი მაქვს გადმოწერილი, მაგრამ თქვენ სად იყავით, მე იქ ვიბძოდი, აქ ვიბძოდი, სააკაშვილის ვებზოდი. ნუ მასეთი პოზიციით თუ ვიტყვით ლაპარაკს, თქვენ თუ სააკაშვილის ებძოდით, მაშინ ჩვენც აგვაქვს სალაპარაკო, აი კერძოდ მე და რამდენიმე ჩვენი სისხლით, ჩვენი ძალით, ნიჩაბით ვიყავით ვომობდით აფხაზეთში, სამაჩაბლოში და სისხლით და არცაცი გარდაცვლილი ადამიანების სახით და ჩვენი ბრძოლით ვებძოდით საქართველოს ვიცავდით. და მაშინ მასეც შემიძლია თქვა შენ სად იყავი, შენ ამას ხო არ ვიტყვი, იმიტომ რომ მე მესმის ის ავარდა, მაგრამ ასე ნუ გვეხებით, თქვენ ხო არ იცით ჩვენ ვინ ვართ. და მე როგორ ამბობ, აი ურაპატრიოტებიო. აი რატო ვართ ახლა ჩვენ ურაპატრიოტები? ადამიანი თუ ფიქრობს, რომ ქვეყანა საშიშროებაში შედის და ამაში მაბრალებ ურაპატრიოტობას და შენ და მე კიდე მიდის რომ გემუქრებითო ისო თქვენ თუ ჩვენო სახელმწიფოს ვიცავთო, თუ სახელმწიფო ვერ დაიცავსო, ესე იგიო ჩვენ ვართო ხალხი ვინცო და გავუთხიდით თქვენ სიტყვასა და ნუ აი მუქარაზე გადმოდის და რა ვიცი, აბა მუქარა ძალადობაზეა და საერთო ჯამში რა გამოდის და ყველაზე საწყენი არ არის ალბათ ეს ემოციურად არის ეს ნათქვამი, რომ ჩვენ ესე იგი აქით ამხარე ვინც ვეწინააღმდეგებით ვართ გონება ჩლუნგები
და დებილები და რავი უსამშობლოები და ნუ ამხელა შეურაცხყოფებია და ეს ისეთი ხალხი იძახის რომელიც ნუ რა ეხლა შენ რა გინდა მიწვევ ეხლა მე ხო შეიძლება ეხლა მე კი თქვა აკაკი გეგენა ვარ თქვა ვცდილობ რომ თავი შევიკავო ჩვენ ვინცა ვარ თავი შევიკავოთ მაგრამ ის სხვა ადამიანი შეიკავებს და რისკენ მიისწრაფი აბა მაგარი ხარ მაჯობებ ნუ რაღაც მაგარ უაზრობაში ხდება ეს ყველაფერი რას იზავ ეხლა ეს ქართველები ვართ მაგრამ საერთო ჯამში ასეთი ლაპარაკი ასეთი აი იმიტომ უაზრო აი შედეგი არ არის იმიტომ იმის მაგარი შენ შედეგზე ილაპარაკო შენ ვიწვევ და ნუ არის ყაყანი და აი წეღანაც რო ვამბობდი რომ 70 წლის 75 წლის ადამიანი 20 წლის ბავშვით ასაკის ადამიანთან ერთად ნუ მენტალიტეტით ფიქრობს და შედეგი ყაყანი მაყანი და შეურაცხყოფა და ხო აი კიდო აი რატო ეხლა მე ხო შემილია დავიწყო ეხლა აი ყველა სიტყვას გამოვეკიდო და გამოვაკაჭო და შეურაცხყოფა მივაყენო მაგრამ უბრალოდ რა იცი ადამიანები ეთყობა გონება რომ ამ ემოციას რო ყვება არ ფიქრობ შენ რომ შეურაცხყოფას აყენებ აი წარმოიდგინეთ ეხლა მეგობრებო ეძახი ურა პატრიოტს გონება ჩნუნგს ნუ 1000 სისულელებს და იმაზე არ ფიქრობ შენ ვისაც შეურაცხყოფას აყენებს იმის უკან ხალხი დგას შვილები ყავს ცოლი ყავს ნათესავები ყავს ის პატარა ბავშვი 15-16 წლის ადამიანი რომელიც ცხოვრება ვერ ხვდება და რატო უვრევ და რატო გონია რომ შენ ემას შეურაცხყოფას რო აყენებ იმით შენ რაღაცას ამჯობინებს აი იმას აი მე სულ მასე ვფიქრობ ხოლმე რა და რა ვიცი ნუ ალბათ ეს ადამიანები უნდა დაფიქრდნენ და უბრალოდ გაუფრთხილდეთ თორე გასაკეთებელი საქმე მაინც გაკეთდება ცუდად თუ კარგად მაინც გაკეთდება და ისევ და ისევ იმ წერტილს რატო აი წერტილი რატო გინდა რომ რა ქვია წერტილი ჭუჭყიანი წერტილით აი ხო მიდიხარ ახლა ადამიანი და შეგხვდება და რა გახსენდება პირველ რიგში აი მოდი ჩვენ გულში ჩავიხედეთ და მიდიხარ ქუჩაში და შეგხვდა ვიღაცა ნაცნობი პირველ რიგში რა გახსენდება ხო გახსენდება თუ თქვა ცუდი ახლა გამორიცხული რაღაცა აი რატომაც ცუდი ვარიანტი გახსენდება და ის კარგი რა თქმა უნდა კარგის გახსენდება მაგრამ აი ცუდი ყოველთვის მოსდევს ადამიანს და აი ეს არის რომ ადამიანები არ უფიქრდებით ამაზე ეს ცუდია ის სატანა და ის მაიმუნი ის ეშმაკი რომელიც აი ტვინს ურევს და ადამიანის სისუსტეებით სარგებლობს და აი ესეთ სიტუაციაში აგდებს ადამიანს ნუ კარგით ახლა მე ამ სიტყვებზე არ გავეკიდები ამას ჩვენ ამოცან არ არის და მეც თუ რაღაცა შემეშალა მეგობრებო აი ჩემი არხის მაყურებლებო როგორ გითხრა წადითო თქვენო ჩემ არხში აწავით თქვენი არხი გავთ და გაგიჟდით ხო აი ახლა ამხელა პატიმო აი ამ ითუმეტეს ეს ადამიანი იძახის რომ აი ზიარებას დავდივარ ეკლესიაში დავდივარ თუ დადიხარ და თუ იძახი რომ ქრისტეს მიმდევარი ხარ და ქრისტეს სწავლების მიმდევარი ხარ ეს თუ შენ ცხოვრებაში არ განახორციელე რეალურ სიტუაციაში არ განახორციელე ეს ხო რაღაც თამაში გამოდის ნუ არ ვიცი ხო მე არა ვინმე შეურაცხყოფა მივაყენე მე დავარქვი იმას ყველაფერს თავის სახელი რაც არის და ისე გავაგრძელოთ დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი და მე ისე და ისე მეურდები სხვათა შორის მე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გავაგზავნე ეს ონლაინის შეხვედრა და პასუხი არ მომდის მეთქი შემხვდით და მე დაგილაპარაკო ხო არის ასე აი შემხვდით ვილაპარაკოთ და დისკუსიები არ ხდება და რა ვიცი მე ყოველთვის მზათა ვარ და რა ვიცი ახლა თუ ვინმე დამცინებს და ქილიქს დამიწყებს მაგასაც მივიღებ ალბათ ესეც ჩვენი ჯვარი კარგი მეგობრებო მოდი გადავიდეთ ახლა თემაზე ეს ისე ამ თემებზე ჩვენ ხშირად ვილაპარაკებთ ხშირად ალბათ უფრო გამოსწორებაზე ვილაპარაკებთ რა ამ ემოციებზე და დანარჩენი ახლა მოდი კონკრეტულად არაბული თემა განვიხილოთ და ჩვენ რატო ვეწინააღმდეგებით ესე იგი როგორ ფორმით გავაკეთოთ პლუსი და მინუსი და გამოსავალი პლუსი და მინუსი და გამოსავალი და 5 იმას შევეხები და ვიდეო რა გავგრძელდეს მე გავაგრძელოთ ჩვენი ამბები მან არის ძალიან მარტივი ამბავი მეგობრებო თავი და თავი არის ის რომ ჩვენ გვეშინია რომ დავჩებით უმცირესობაში აი ძალიან მარტივია რა უმეტესი ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდა ადამიანი მიდის საქართველოდან და მოდის ძლიერი არა მაგას ნიშნავს არაბი ხარ, რუსი ხარ, რა ვიცი, გერმანია, არა. ჩვენ მერთმა მოგწვა ჩვენი სამშობლო და გვითხრა, გაუფრთხილდით. და ეხლა ადრე თუ ძალით მოდიოდა ეს ადამიანი ომობდი და ვამაყობთ ამ ომობით, ეხლა სხვანაირად მოდის და არა
უმრავლესობაში არ იქნებიან, ჩვენ გავაკონტროლებთ. ბიჭო, აი როგორ გააკონტროლებთ? მე აი ვერ ხვდები რა. კანონებით კარგი, ინგლისი, გერმანია, თუ რუსეთსაც აქვს, აი როგორ აკონტროლებ? ისე კი შემოდის ეს ხალხი, მაგრამ შენ უკვე ორი არაბული ქალაქი მოყავს, ესე 15,000 ესე ორი გორის ხელა ქალაქი უცბად შენდება, შენ ცხოვრობ შენ ტერიტორიაზე, შენი ისა გაქვს და მოყავს უცხო ხალხი, უცხო აზროვნებით, უცხო სარწმუნოებით და არ ვიცი და აძლევ ყველანაირ უფლებას. და არ ყიდითო რო გაიძახიან, არ ყიდითო. ეკონომიკის მინისტრი გამოდის და იძახის ჩვენ ვართ თანამესაკუთრეები. როგორ ესე იგი მიწა თანამესაკუთრე რას ნიშნავს? ესე იგი ეს ჩემია და იმისიც არის და მე კონფლიქტი თუ მომევა, მე ვერაფერს ვერ ისინი მესაკუთრეა და შენ ძალით მოყავს ასე. არ ვიცი, აი ვერ ხვდები. ისე და ისე პროვოცირებას უკეთებ, ესე იგი ეს თქვენ ბნელები ხართ ხო გვეუბნებიან ინვესტიციის ის არის ვიცი ბიჭო ინვესტიცია არის რომელიც გაძლევს მუდმივ მოგებას ეს რა ინვესტიცია ვიღაცა არა აქვს ნიშნო არაბი თუ ნუ კაი არაბი აშენებს კომპლექს და ყიდის თქვა ჩაიდო ის მოგება მე რა მოგება მოდის არა მე ის სტუმრები ჩამოვლენ და იმას ჩამოიყვანს და იმას ჩამოიყვანს მასე მე ჩამოიყვან ტურისტები და ეს აი რა არ ვიცი არ არის ლოგიკურია, ხო? მე კიდე ისა დახურულია, რა კონტრაქტი მოაწერეთ იქა, რა არის, თუ იძახი შენ რომ მე გამჭვირვალეთ ვაკეთებ ყველაფერს, მე რატომ მიმალავ და ის გამოდის ერთი პოლიტიკოსი და იძახის რომ თქვენი საქმე არა იქ რა არის, ჩვენ კარგად ვიცით. ესე იგი ჩვენ დებილები ვართ, ესე იგი ჩვენ არ ვიცით, შენ იცი, აი რა მიწვევ, აი სად ხედავთ აქ პლუს მე მინუს ვერ ხედავ ვერსა ისა პლუს ვერ ხედავ ვერსა ყველგან მინუსებია ასეთი ის გამოვიდა აი ამერიკაშიო ერთ-ერთი რავი იმედის პრობლემა თქვა ამერიკაშიო ბინას იმას ყიდულობენო და შეიძლება არ შეუშვანო ნაყიდია ხო ბიჭო ამერიკა რაში მაინტერესებს ესე იგი აი ტყუის ვერ ხედავთ მეგობრებო ეს როგორ ეს კი არაბმა თუ ვიღაცამ იყიდა იმაში საქართველოში ბინა აქ თავში და იქ არ შემოუშვებ რა პარადოქსია ხო უკვე გატყუებს ამას ხო აი ასე რაღაცეებია ასეთი რაღაცებზე თქვენ რომ შიშრები ხართ რისი გეშინიათო ისო თქვენ თუ მაგარი ქრისტიანები ხართო ასწავლეთო იმას ქრისტიანობაო და ის გახდება ქრისტიანი ვასწავლი ჩემ შვილიშვილის სიტყვაზე მაგრამ ვიღაცას მოიყვან აქ და იქით ვასწავლო აი რა პარადოქსია აი წარმოიდგინეთ რა და რა არის ეს ამაზე რო ვიტყვი რომ არასწორი ხარ ნუ მოდი ყველაფერს დავარქვა თავის სახელი რა ანისა ასეთი თქვი არაბი აბორო მოვიდაო ქრისტიანი არ გახდაო ესე იგი იმას მეუბნება რომ ესე იგი ეს არაბები რომ მოვლენ ქრისტიანები გახდებიან ვიცი აი თვითონ დაარქვით თქვენ სახეს მე ჩემი სიტყვიდან ეს არ გამოვა მაგრამ ეს რაღაც გონება სუსტებს რო გვეძახიან გონება სუსტი არ ვიცი ეს არის გონება სიმახვილე და რაღაცეები პარადოქსია აი ისეთი ხელმძღვანელობა ყავს ისეთი რომ აი არაფრიდან ქმნიან პრობლემებს კიდევ ასეთი აი გავცელებული საქართველოში ინვესტიცია არ მოვა იმიტომ შენ მუშახელი იაფი არა ყავს აბა სხვა რა მოვიფიქროთ ასეთი აზრიც არის ბიჭო სხვა მე გეტყვი როგორ უნდა გავაკეთოთ და განავითარე ხო ეხლა შეიძლება დამიწყოს ისა რაცა გაქვს აიღე ძმაო აგერ მაგალითად წყალი გვაქვს ბევრი კავკასიონი აგერ ირანი უწყლობისგან ეგა თეირანი არის უწყლობისგან ეხლა მგონი გადასახლება უნდა აღარ იცია რა აქვს არაბული განავითარე ეს წყლის ისა ფული არა გვაქვს გაიძახიან აი ერთ რაღაცაზე აი ხა მე რაც ახლა თავში მომდის ამას დაждდომა უნდა ეხლა 1000 მაგალითები გვაქვს აი მაგალითად აი თურქეთმა რაც გააკეთა ფული არა გვაქვს ნახევარი საქართველო გახეკილია და მუშაობენ წვალობენ და უთხარი აი რაც თურქეთმა გააკეთა აი მეგობრებო თქვენ ხო მუშაობთ რაღაცა დანაზოგი ხო გაქვს დადეს საქართველოს ბანკში ჩვენ ამ ფულს დავატრიალებთ და გამოვიყენეთ მაგრამ დობა რო არა გაქვს აი დობაზე რატო არ მუშაობ აი ესეთი მაგალითები
უკვე ორი. აი მესამე მაგალითსაც გეტყვით. მანდ უნგრეთმა გააკეთა საბჭოთა კავშირი დაინგრა მე სიტყვაზე ადამიანი ხსნის ბიზნესს და გავრცელებულია 5-6 წელი მთავრობა გადასახადს არ თხოს. თვითონ წამოა, აბა გააკეთებ. არ აკეთებთ. და რა ვიცი კიდევ რაღაცაზე დაჯექი იმდენი მოფიქრალი ხალხი ყავს. არა ჩვენ ეს არა გვაქვს, ის არა გვაქვს. ბიჭო ვერ გავიგე, შენ მარტო ფულის გულისთვის აი ისევ და ისევ თავიდან თავი უმცირესობაში ვჩებათ, ვერაფერს ვერ გააკეთებ. და აი იმაზე გიждები, რომ ჩვენ გავაკონტროლებ, ისი მარეგულირებელი ხართ რა. ან სიტყვაზე რომ ტყუილია და ამ ფაქტს დაადებ და დობა რო არ არის, ეს ხო ფაქტია. ჩვენ ვენდობი, ჩვენ მთავრობა, ჩვენ პრემიერ-მინისტრი, მე წინა ვიდეოებში თქვი, ბიჭო, როგორ ენდობი? ყოველ იმაზე 7 პრემიერ-მინისტრი ყავდა და 7-ვე წავიდა მაიმუნობით და ქურდობით და რა სახელი წავიდა და ეს იქნება, მაგრამ რატომ უნდა ვენდო? ან კიდევ რეგულაციაზე რო იყო, აი ეს გამაგიჟებს ეს, აი ეს რო იყო მარიხუანეს დათესვა რო უნდათ 500% მოგებაო და ისო და მეთქი რა შვებითო გახსოვთ ხალხი რო ამბობდა ისო როგორ გააკონტროლო ჩვენ რო გავაკონტროლებთო გააკონტროლებენ ახლა მარიხუანის ქართველები და მე დამცველი მარიხუანი ბიჭო აი არ ვიცი აი როგორ აი მაშინ საპატრიარქო გამოვიდა და გვიშველა და გადავჩით და რავი რამდენი ტყუილები ესე იგი ტყუილზე შეიძლება და ეხლა მეტყვის ვინმე ატყუილი აგე მაგალითები არ გითხარით აგე ხო თქვი ყოველ ნაბიჯზე როგორი ტყუიების რა ვიცი ტყუილზე აშენებული საქმე და არა ყველაფერს გავაკეთებთ არაბები ჩვენ არაფერს არ გვიზავენ როგორ არ გიზავენ რა შუაშია არაბი ფაქტია რომ უმცირესობაში დარჩები და ერთი ეს მაგალითი რომ მოყავთ ეს დუბაი კი დუბაიში კარგი სახლებია, კარგი შენობებია, ყველაფერი, მაგრამ დუბაი ქვეყანა არ არის. დუბაი არის ქალაქი. კი, არაბები ცოტანი არიან, მაგრამ იქ ვინც არის მუშაობს. სახლი, სამსახური, მანქანა. უდაბნოში ვერ გადის, ვერ ცხოვრობს, ვერ იცხოვრებს. და აცა ის ჩამოდის, კი, იმუშავებს, პრიორიტეტი, აი ჩვენ გავაკეთებთ ისე, როგორც დუბაიშია. რა ვიცი, შენ ნავთობი გააქვს, ისა გააქვს, ესა გააქვს, როგორ აკონტროლებ? ასეთი არ ვიცი და ესე ჩამოსული ხალხი არ დაეწყებს სიარულს და არ მოუნდებათ ან და კიდევ აი ესეთ რაღაცას ამბობენ ხოლმე აი ესეთ მაღიზიანეს რა მე ბოდიში შეიძლება ესეთ ვიღაცის გამაღიზენებელია მაგრამ მოდი ყველაფერს დავარქვა თავის სახელი ამბობენ აი ამდენი ხალხია ხო სტატისტიკა მოყავთ ხოლმე სტატისტიკა და ერთ-ერთ საუბარში აი სტატისტიკა ის ამდენი ეს ყველაფერი მოგონილია აი თქვენ მარტო ვაჟავშაველაზე გადიხართ და სამედიცინო ინსტიტუტის გარშემო რა ქვია რო არისო სტუდენტებიო იქიდან საზღვრავთო და ესენი ყველანი სტუდენტები არიან ჩამოსულები კაი ვაჟავშაველა არ ავიღოთ მაგრამ მე რო ჩამოვარ მეც გადავიღებ ეხა რუსთავეზე შეიძლება აი ტურისტები არიან კარგი წადი ორხევში წადი ლილოში წადი ვარკეთიში წადი გდანში იქაც სტუდენტები არიან არა ეს სტატისტიკა შენ თვალით არ შეიძლება რომ ეს განსაზღვრო ყველაფერი. კაი სტატისტიკა და სტატისტიკოსი რას ამბობს? ეხლა სტატისტიკის წარმოებაო ადვილი საქმე არ არისო და საბოლოო ჯამსო ჩვენო ვიტყვითო 26 წლის ივნისშიო. ესე იგი რამდენი ჩვენ უნდა უყუროთ ამას ყველაფერს და ეს შენ რასაც თვალით უყურებ ეს არ არისო მართალიო. ესო მოგონილიაო. ვიცი ხო ესე იგი ჩვენ თავს ვატყუებთ მე გადადიან აი ჩვენ აი ეს უნდა გავაკეთოთ ის გავაკეთოთ აი ერთ-ერთი მიზეზია კიდევ აი მე მაგალითად მუშას ვერ პოულობ მუშახელი არ ამყავს და მე იძულებული ვარ ის ჩინელი თუ აზიელი ვამუშაო ეს არის ეს ფაქტიურად მასეც არის ხა 17 ქვეყანას გაუხსნეს საზღვარი და მოდიან კი მაგრამ რატომ მიდის ეშენი მოსახლეობა იქ და მაღაზე იზრუნე მაღაზე რატო არ აკეთებ ან და კიდევ ასეთ რაღაცა თქვენ ამათ რას უყურებთ თქვენ თვითონ და გამრავდეთო ბიჭო შენ რა გააკეთე რომ გამრავდე ერთი პატრიარქი თქვა მაგრამ შენ რა გააკეთე შენ აი მთავრობა რას აკეთებ რომ ხალხი გამრავდეს მე გეტყვი და უნდა გააკეთო ბევრი არის აი დაიბადა სიტყვაზე ბავში მესამე მეოთხე მიეცი თვეში 100 ლარი 200 ლარი და 18 წლამდე გააკეთეს ესეც მოხდება მაგრამ არა ამაზე არ მუშაობენ ავიც ახლა მე ისევ და ისევ
აი მე კი საუბრობ ძალიან მაგრამ ნერვიულობ ღელავ რა თქმა უნდა აი ერთი სული მაგრო რაღაც შეცდომები მომდის მაგრამ ეხლა დარწმუნებულია გამოჩნდება ეხლა ასე ტიპები ბოდიშით ესეც ცუდად ვამბობ ადამიანები რომელიც მე ქილიქს დამიწყებენ და დაცინვას დამიწყებენ მაგრამ მე ამით ვზათა ვარ და ჩვენ ადამიანები რომელიც კატეგორიულ წინააღმდეგი ვართ ამისა ყოველ შემთხვევაში იქნება ბრძოლა და არ დავთმობთ ამას და იცით რა არის კიდევ საინტერესო? არის ასეთი შფოთი, არის ასეთი აღრეულობა და გაჩერდი შენ რომ მთავრობა ხარ, შენ ხომ უნდა მიისწრაფო და დაშოშმინო. მაგრამ არა, აი იმენა უნდათ, აი რა ვიცი, ხო, იმ დღეს გამახსენდა კიდევ. აი ახლა რო განიხილავენ, აი წარმოიდგინეთ ამხილად კინო, ნახევარი საქართველოს გარეთ არის და არჩევნების ხმას არ აძლევენ. ისა რომ არჩევნებში მიიღოს ამის უფლება დაუკარგეს და წასულები არიან, ბიჭო. იმის მაგალითად გაუფრთხილდე და რაღაც კავშირი აქვს იმ საქართველოსთან კი და იმას პირიქით აკეთებ ამასაც უჭრი ესე სულ იმას აკეთებ რომ დაძაბო ეს ხალხი და ამბობენ რომ ესენი სახელმწიფოებრივად ფიქრობენ ესე იგი რახან წასულია იმაზე არის წავიდე ჩამო ეს არის სახელმწიფოებრივი ფიქრი რახან იქაც ხო იცი როგორ მიზეზია რომ ხმები რაღაცა ესე იგი იმის აზრის გეშინია და უჭრი და ეს არის სიყვარული და ეს არის გაფრთხილება და კიდევ აი იმ დღეს გავგიჟდი კაცო გადავირიე აი საიტკენ მიყავთ ერთ-ერთი პარლამენტარია არ ვიტყვი ალბათ მიხვდებით კიდევაც თქვენო კაცო საზოგადოებიდან რომ ფული მოდისო ისო ბიუჯეტში არ მიდისო ოჯახებში მიდისო და ესაო აი წარმოიდგინე აი იმენ გვაბოლებენ რა გადახედე საქართველოს წამყვანი ფული საიდან შემოდის უცხოელებიდან ხო შემოდი იქ გასული ხალხი ხო აგზავნის ის ხო ტრიალებს ეს არ ითვლება და ой საოცრებო გავიგო ამას მომხრები ყავს ვინც ესა თქვა რა ვიცი აი რაღაც და ჩვენ ვართ ეხა ფსიქოლოგია გიჟები და გადარეულები და უსამშობლოები და ასეთ რაღაცებს რო გვესმის და ისა რავი რამდენი რაღაცაა და ბოლოს და მაინც ახლა ცოტა ისეთ სიტუაციაში ვარ რაღაცნაირად ვერ ჩამოვაყალიბე მაგრამ საბოლოო ჯამში ხო ხედავ რომ ამდენი ხალხი ეწინააღმდეგება და რა გახდა ეს რეფერენდუმი ჩაატარეთ და მიყევი იმას რა აი მე ხშირად ვამბობ ხოლმე შვეიცარიის იმა და დაწყნარდება ჩვენ დავწყნარდებით და თქვენ დაწყნარდებით მაგრამ ეჭვი მეპარებო თქვენ დაწყნარდეთ რა აი ვინ ფიქრობს სახელმწიფოებრივად და ჩვენ არ ვფიქრობთ სახელმწიფო ჩვენ ვფიქრობთ მარტო ისა და ჩვენ ვართ მარტო პარაზიტები და ამის და მაგვარი ხო აქ ნათხამი და უბრალოდ იცი რა მწყდება გული აი ხლა დასაწყისში რო თქვი ვიდეოს გას აი ჩვენ ვიბძოდი და ჩვენ და იცი რა მოხდება როცა აერევა სიტუაცია ჩვენ ეს ურაპატრიოტები და ეს გაუნათლებლები წავად და ვიბძოლებთ და აი თქვენ ვინ ტელევიზორში ზიხარ და იქიდან რაღაცეებს იძახით, ისევ ტელევიზორში დაждები და იქიდან ან საიდანვე დაიწყებთ ისევ ლაპარაკს. არ ვიცი, ნეტავი ასე არ მოხდეს, მაგრამ ფაქტია. მაგრამ მოდი იცით, ჭკვიანი ვარ თუ, გიჟი ვარ თუ, გადარეულები ვარ თუ, უსამშობლოები ვართ, ხიხოები ვართ თუ რაღაცა, მოდი ჩაატარეთ რეფერენდუმი. მეგობრებო, ახლა უკვე გამომიძახეთ, ცოტა გათენდა კიდევ და წავალ და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ, განვიხილავთ და რაც თავარია ზედმეც არავის არ ვეთქვით და რასაც უფალი გვეთქვის ისე მივყვებით. თავარია მანდარ შევსდა და შენს ყველაფერს ეშველებ. კარგით მეგობრებო, შეგხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში. იმედია საინტერესო იქნება. კარგად.